დღეს არის აღდგომის სწორი, ანუ შემდეგი კვირა, აღდგომის შემდეგ და ამ კვირას აქვს ორი სახელი: კვირა ცხოვლობა და თომას კვირა. კვირა ცხოვლობა და თომას კვირა. თომას კვირა სრულად ესე ითქმება, ეს არის თომას მიერ მაცხოვრის გვერდის განხილვის აღნიშვნა. და რაც შეეხება კვირა ცხოვლობას, კვირა ცხოვლობა ქართულ ენაზეა ესე და ანუ აღდგომის განახლება და უცხო ენებზე გამოიყენება ბერძნული წინსართი ანტიპასხა. და აი მე სწორედ ეს მინდა პირველ რიგში გითხრათ, ანტიპასხა რას ნიშნავს? ანტიპასხა ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სიტყვა ანტი ნიშნავს საწინააღმდეგოს, მაგრამ სინამდვილეში ეს შედეგობრივი მნიშვნელობაა. ნამდვილი მნიშვნელობა სიტყვა ანტის ბერძნული სიტყვაა და პრეფიქსისგან ნიშნავს ნაცვლად. ანუ დღევანდელ ესე იგი დღესასწაულს, დღევანდელ დღეს უცხო ენებზე ეწოდება აღდგომის ნაცვლად, ანტიპასხა. რუსულად არის მესტა პასხი. ანუ პასხის ესე იგი აღდგომის ნაცვლად. რატო? იმიტომ რომ აღდგომის დღესასწაული იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ აუცილებლად ეს დღესასწაული სულ უნდა აღინიშნებოდეს. და პირველი ქრისტიანები სულ აღნიშნავდნენ. ყოველ დღე აღდგომის დღესასწაული იყო მათთვის და ესალმებოდნენ ერთმანეთს ასე ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. მაგრამ მერე მოგვიანებით ესე გადაწყდა ეკლესიამ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს დღესასწაული ყოფილიყო ყოველ კვირას. კვირა სიტყვა ესეც ბერძნულია და ნიშნავს უფალს, კვირიოს, კვირა ანუ უფლისა და სწორედ ეს არის უფლის დღესასწაული კვირა. მეშვიდე დღე კვირის იყო შაბათი. როდესაც ღმერთმა შექმნა ცადა ქვეყანა, მეშვიდე დღეს განისვენა და შაბათი, საბაოდ, შაბათ უფალს ნიშნავს და უფლის დღე იყო ეს. და ეს დღე არის აი ამისი შემდგომი დღე. სახარებაში წერია ეს კვირა შემდგომად სახარებისა, ანუ ეს არის დღე მერვე. 7 დღე არის და დღე მერვე. ანუ დღე მერვე არის უფლის დღე, დღე მერვე არის აღდგომის დღე და ამიტომ ჩვენ ყოველ კვირა დღეს ჩამოვილოცავთ ასეთნაირად კტრეთით აღდგომილმა ქრისტემან, ჭეშმარიტმა ღმერთთან ჩვენმა, ასე თავდება ლოცვა ასეთი სიტყვებით. და ამიტომ ეს არის აღდგომის განახლება, კვირა ცხოვლობა და სწორედ დღევანდელი დღე ერთი კვირა, ზუსტად კვირის თავი აღდგომის შემდეგ არის დაწესება ამ დღესასწაულის და ამიტომ ეს არის ძალიან დიდი ზეიმი და ეს არის განსაზღვრული ჩვენი შემდგომი ყოველწლიური ესე იგი ერთი წლის კალენდრის შემდეგ აღდგომამდე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.